შაურმა ყველი სოუსთან ერთად გაგისინჯავს? თუ არა, მოდით ერთად მოვამზადოთ და დააგემოვნეთ. ისეთი გემრიელი გამოვიდა, შაურმას აღარ გამოიძახებ. დამიწერე კომენტარებში ამ შაურმაში რამდენს გადაიხდიდი. რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტები შევიძინე ორი ნაბიჯის მაღაზიაში, რა თქმა უნდა ბიუჯეტურ ფასად. პირველ რიგში უნდა დავჭრათ ბოსტნეული, ავიღოთ პომიდორი და დავაკუცმაცოთ, რაც შეიძლება თხლად. შემდეგ აიღეთ ქინძი ან მაკიდო და ასევე დააკუცმაცეთ და სალათის ფურცელიც მიაყოლეთ. ამის შემდეგ დავიწყოთ ქათმისფილეს დაჭრა და შესუნელება. პირველ რიგში მოვაყარე ზოგეს მარილი და შემდეგ რა თქმა უნდა ქათმის საკმაზე. გადავიდეთ სოუსის მომზადებაზე, მაიონეზს დავუმატოთ ქინძი და ნიორი. ამასობაში გავაცხელოთ ჩვენი ტაფა და შეწითლებამდე შევწვა ჩვენი ქათმის ფილე. ყველი სოუსისთვის 2 სუფრის კოვზი კარაქი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი შევურიოთ. ჯერ რა თქმა უნდა კარაქი გაადნე და შემდეგ დავუმატეთ. როდესაც ერთგვაროვანი გახდება, დავუმატოთ ჩვენი რძეც. რძეს რო დავამატებთ, Facebook-ში არ შეხვიდეთ, თორე დაგეწვება. კარგად მოურიეთ და დავუმატოთ ნებისმიერი ყველი, მე დავუმატე ჩედარი. ეგ არის მზად არის. ამასობაში დავიწყოთ შაურმის აწყობა, დავუმატოთ სოუსი, მოვაყაროთ სალათის ფურცელი, ზემოდან შემწვარი ქათმისფილე, კეჩუპიც მოვასხათ და მოვაყაროთ თავზე ხახვი, პომიდორი და კიტრი და ეგ არის. წარმატებები მეგობრებო.